დასრულდა რეკლამა, ვაგრძელებ დისკუსიას. ჩვენ ლიბერალიზმზე რომ გავაგრძელოთ საუბარი, რომელიც სულს გაფავს, ეს რა თქმა უნდა ძალიან ფართოდ გავრცელებულია, ვერთახმებ, რომ რაღაცა ერთგვარი სექტა არის, ერთგვარი სექტა ადამიანების, როგორც საბავშვო შიშები, ხო, გუდიანი კაცების ხო გვეშინოდა, ოღონდ თავარია რომ შეხედო აი ამ სექტანტებს, ამ საშიშ ადამიანებს და თქვენ დედაცვატი რომ უთხრა, თუნდაც ამით დაიწყო, მათი ძალა საგრძნობლად კლებულობს. ანუ შენი ძალა მათ წინააღმდეგ არის შენს თავდაჯერებულობაში. რამდენად გწამს მათი სიძლიერის. თუ შენ მათი სიძლიერის გწამს, თუ მათი ბულინგის გწამს, მათი იარაღი არ არის ომი. პირდაპირ დაპირისპირება. მათი იარაღი პირველ რიგში არის cancel culture, ანუ გაუქმების კულტურა, რომ აი მთელი ეს მასმედია, რომელიც მათ ხელში არის, იყო აქამდე თელს და დასავლურ ლიბერალურ სამყაროში სოციალისტები შეგაუქმებენ, უბრალოდ გაშეიმებენ და ამაშია მათი ძალა, რომ შენ თუ იმის შეგეშინდება და აღარ გინდა უკვე იქ და თუ თქვენ დედაცვატირეს თუ ეუნები, შენ ამას იგებ და ჩვენმა ხელისუფლებამ სად მოიგო, იცი, როგორც კი დაუწყეს წვალება რაღაცას იმათ ეურო დეპუტატებმა თუ რაღაცა ყველა ფორმატიდან გამოვიდა. არ დაპატიჟა მაგალითად ელჩები ინაუგურაციის შემდეგ საღამოზე ან პარლამენტის ტომის გახსნაზე. არ დაპატიჟებთო. არ წავიდა არ გამოვიდა საპარლამენტო ფორმატიდან, ხო? უთხრა პირდაპირ 28 წლამდე მოლაპარაკებებს წყვეტ და ასე შემდეგ. ანუ დაასრო აქეთ წადი შენ დედაცვატირე უთხრა კულტურულად აღარ. და ამით მხოლოდ მოიგო და აჩვენა თავისი ძალა. ეს ძალა ეგრეთ წოდებული სექტანტების კლებულობს უკვე ძალიან ბევრი ქვეყანა, ძალიან ბევრი ადამიანი ეუნება, იმიტომ რომ რა არის მან თავარი შიში, რომ არ მოგაწევონ რუსეთუმეს სახელი. და მოგაწევონ. ხო, მოდი პირდაპირ ვთქვათ, მოგაწევონ, როცა შენ ზუსტად იცი, მაგალითად დარწმუნებული ვარ 100%-ით ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირ მოლაპარაკებებს და არანაირ საუბარსაც კი არ აწარმოებს რუსეთთან. შალვა ბოდიშვიხტი მე რომ არ მოგვაწებონ რაღაცა შეცდომაროს რომ არ გაგვეპაროს საქართველოს ხელისუფლებას არ უთქვამს რომ მოლაპარაკებებს წყვეტ, ანუ აჩერებს. მე ვიცი რომ შენ ხო რაღაცა გამოგჩა, ანუ ჩვენი მხრიდან არ იქნება დაყენებული. თუ ისინი კი არა. ხო, არა, არა, მართალია. ანუ ისინი ატრიალებდნენ ზუსტად ეგრე. ხო, აჩერებს. მე შევაჩერებ, თუ თქვენ სურვილი გექნება. ისიც რატო რომ შანტაჟის ხვეპი არ იყოს რა პირდაპირ თქვა რა რომ შეგიყვანენ რაღაც ეგ ხო გაუკეთეს ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს. ბაიდენმა არ გაუკეთა. უღირსის აქციელი მიიწვია და ბოლოს უარი უთხრა. აი ეს არის შანტაჟი, საზიზღრობა არის რა და ამაში რო არ შევსულიყავით, ძალიან სწორადაც ვიქცევით რა. ერთი თუ შენი ძმა ხარ, ჩემი ძმა ხარ თქო რა, ხო ხტები. აი ჩვენ ღია კარი გაუღეთ. ხო რა, მოდი დავა თუ რამე გინდა დაჯექით და გველაპარაკეთ თქო რა. ხო და წინანდელ შემთხვევაში ეს გაგზავნოდა დაუსრულებლად. დაიწყებოდა რაღაცა საუბრები და მე უცებ გეტყოდნენ ამაზე უნდა გამოვარდნილიყენ და ხო და მე იმას მინდა მივაქციო ყურადღება მეგობრებო რომ აი ეს ბუები ასე თქვა ასე თუ ისე კვილებიანი ბუები ჭირდება და როცა მოვიდა მართლა ბუა ეს არის ტრამპი მანამდე პუტინმა ომი რო დაიწყო არ ელოდნენ ამ ომს ომიც ძალიან ესეთი ეგზისტენციური საკითხია და ტრამპი მით უმეტეს რომელსაც ძლევამოსილი არის ევროპასთან შედარებით ესე მათ სილასა და ქარებდას შორის უწევთ ყოფნა. საქართველოსზე გადმოვიდეთ. ეხლა ისე ეს-ერთი განხილვა რაც დაგვრჩა საქართველოსზე ვისაუბროთ. საქართველოში არის შემდეგი ვითარება. ამერიკის საელჩო გაუქმებულია ამ ეტაპზე. ხო, ნუ არც კარდი აქვს, არაფერი არ აქვს, რა კარი კარდები იყო გახსოვთ? ყველაფერი გასაგებია. არა მარტო, რაც მოგივა დავითაო ყველა. ობრაზებული შეყვარებული. აქეთ ფიცარი, იქით ფიცარი და რაღაც ძალიან საინტერესო რაღაცებს ხუმრობის გარეშე ისეთ კარდებს დებდნენ რომ ვიღაცა ბავშვი და კომპიუტერთან უნდა ეთქვა ბოლოს. ობრაზებული შეყვარებულები რო. ხო, რაღაცა ვინც იცინის თავის თავზე იცინის და ახლა ესეთი კრეატივი იყო და გაქრეს კრეატივი ამერიკის საელჩო აღარ არის ამ ეტაპზე ალბათ ამოქმედდება ევროპელი ჩვენი პარტნიორები და დაუძინებელი მეგობრები უფრო და უფრო ნაკლებად საუბრობენ ქვეყნები უკვე ჩვენს ბედკრულ სამშობლოზე და ევროსტრუქტურებსაც რაღაცას რუჩნიკს ამოუწიეს. ფული კი გამოყვეს, მაგრამ უფრო მეტის ფულის გამოყოფა იყო გეგმაში და ნაკლები გამოყვეს და თავიანთი პრობლემები აქვს ტრამპთან ურთიერთობის და ჩინეთაც ვიღაცები არიან. ხო, ეხლა მე არ მგონია რომ გერმანიაში ყველაფერი დაალაგდა. პირიქით, გერმანიაში გრძელდება ის ცუდი რამ რაც ხდებოდა აქამდე. გერმანიის ეკონომიკური პრობლემებია. სანამ გერმანია არ მიიღებს იაფ გაზს, პირდაპირ გეტყვით რა, მანამდე ეკონომიკაში პრობლემები
სულ ექნება, იმიტომ რომ გერმანიის ეკონომიკა მაღალ ტექნოლოგიური იყო, დამოკიდებული იაფ ენერგეტიკაზე რუსეთიდან, მორჩა. მოდით ახლა ვილაპარაკოთ ჩვენზე. როგორ გადაწყდება ეგ საკითხი თითქმის უკვე გადაწყვეტილი და სად აღოჩნდება? აი მე პროგნოზები არ მინდა დავარქვა, მაგრამ ანალიზი გავს. შალ ერთ სასაცილო ამბავს მოყვები. იბადო. მოკლედ როგორც მოგეხსენებათ მე ჩემი ასე ვთქვათ საკმაოდ ლიბერალური წასვლიდან გამომდინარე ბევრი მეგობარი მყავს იმ ფლანგიდან. ბევრი რა თქმა უნდა უარყო, მაგრამ ვიღაცები მყავს დარჩენილი რა. განსაკუთრებით კიდევ მყავს რაღაცა ნაწილი, რომელიც არიან ისეთი საკმაოდ სერიოზულ NGO-ებში და ერთ-ერთი ჩემი მეგობარი მწერს, რომ ძალიან დავიღალი ამ კანსელ კულტურით. ერთ-ერთი წამყვანი NGO-s წარმომადგენლებიო, ეხლა არიან ეგვიპტეში. ხო, ოღონდ ისე იქცევიან, რომ მოილაპარაკეს, რომ არც ერთმა არ დადოს არც ერთი ფოტო, არც ერთი ვიდეო. რომ ისვენებენ და თან დებენ, რომ ახლა ვითომ არიან გურიაში, ეხმარებიან ხალხს. ანუ წარმოიდგინე, რომ ადამიანებმა საკუთარი თავი ისეთ მდგომარეობაში ჩააგდეს, რომ საკუთარ მართლად დამსახურებულ დასვენებაზე რომ წავიდნენ. კორპორატიულად რომ წავიდნენ, ისე იქცევიან, რომ ვითომ არიან თბილისში. ახია მაგაც. წარმოიდგინეთ, ანუ ეს სერიოზული მარაზმის მაჩვენებელია რა. მე არანაირ სენტიმენტები მათმეთ არ მაქვს. უბრალოდ ეს არის მართლა მაგალითი იმის, რომ ანუ საერთოდ ამ კანსელ კულტურის პრობლემა იცი რა არის? კაი, მე დამაკანსელეს. მე პრობლემა არ მაქვს, ნული რეაქცია. არც მიდოდა მათთან ყოფნა დაუშვა. არც მაინტერესებდა და პირიქით აღმოაჩინე, რომ უამრავი სულელი ჩაომშორდა. მაგრამ მთელი პრობლემა ასე დროს არის ამ ხალხს მე უკვე თვითცენზურა აქვს. მე უკვე ასე დროს უკვე იწყება სიწმინდის ძებნა, რომ ვინ უფრო გიჟი ხარ, აი ხო არის გიჟი. ვინ არის უფრო თავგადაკლული? არა, ხო, ანუ მე ახლა გიჟს ვეძახი, მაგრამ მართლა კი. ანდა მე უკვე იქ იწყება, რომ ვინ უფრო ადამიანი რო იძახის, რომ ზელენსკი ამერიკასაც გადაარჩენს, რომ რამე იყოს, ეხლა რასაც ზელენსკი აკეთებს, ეს ტრამპისგან გადარჩენა ამერიკის ეკონომიკა ზელენსკის და ტრამპს ხო აი და მაგარია ტრამპსო ზელენსკის არა შალოდ ხო და მაგარი და შალოდ ამ ყველაფერმა უკვე თვითონ მათაც უქმნის პრობლემა და პრობლემა იცი რაშია რომ თუ მაგალითად ევროპაში მიხვდნენ ვიღაცეები რომ თლად ისე არ არის როგორც მათ ეგონათ აქ ჯერ თლად ბოლომდე არიან მხდარელი ქართული ლიბერალებზე გავაკეთო ხო არა მარტო ქართული ლიბერალების გარკვეული ნაწილი უნდა არსებობდეს, როგორც მაგალითად სადღაც უნდა არსებობდეს, ხო? არა, ყველა უნდა არსებობდეს, ოღონდ პოლიტიკის მრავალფეროვნება უნდა იყოს. სტატუსი, რომ ეხა შენ მე დისკურსი მიკონტროლო და იქ ვიღაცები ბლოკო და რაღაცა სახელმწიფო გადატრიალები არა, ეს დასრულებულია. ხო, ეს თავისუფლად რა თქმა უნდა, ყველა უნდა არსებობდეს. როგორც საწინააღმდეგო აზრის მატარებელი. ბატონო. ანუ აქ თავი პრობლემა ხო, პრინციპში მორალის პოპულაცია იყო, რა და მე არის შეიძლება ხომ დიდი ხარია მაგ სივრცესთან ისეთი ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ მე იმას ხედავ, რომ სოციალურ სივრცეში აღდგა ბევრი აკაუნტი, რომელიც აქამდე დაბლოკილი იყო. ანუ ადამიანები შემოვიდნენ, დაბრუნდნენ Facebook-ში. მე ხედავ, რომ ადამიანები უფრო ღიად საუბრობენ და სხვადასხვაობით გასაკვირდები, იცი, აი მეორე ჩვენ მხარეს ახლა ამ შემთხვევაში, რომ ეს რევანშისტული განცდები ამ საზოგადოების ჩვენ ნაწილს არა გვაქვს. ანუ ეხლა არა გვაქვს ის მომენტი, რომ ეხლა მოდი და ის. და პირიქით, იქით ამ ხარის არის ეგ რევანშისტული მომენტი. რაღა რევანშისტული მოვიგეთ ჩვენ და ჩვენ. ანუ ნახეთ ჩვენ რომ მოვიგეთ, ეს ხო შეგვიძლია ესე გავაფორმოთ, რომ აი ეხლა დაგაცლით თავი. ხო, დაგაცლით. არ არის გავსე ეგეთი. არა, რა თქმა უნდა. რუსთაველზე იცხოვრე და მე გაიგებ. ეკრება თუ რა ეგეთი განცდა. ნუ, ყოველ შემთხვევაში ვინც არ ცხოვრობს. მე ხა სოციალურ სივრცის რაღაც ანალიზს ახდენ იმის მიუხედავად რომ არის რა თქმა უნდა ესეთი პოზიციები, მე ვხედავ ერთ მნიშვნელოვან განსხვავებას. მათი დომინაცია ზოგადად იყო ადამიანების სიოცხოვლის სახიფათო. ბევრი ადამიანის სიოცხოვლის სახიფათო. ვერ უძლებდა ბევრი. ნუ პირდაპირ მათი დაბლოკვა ხდებოდა, ბევრი რაღაცა იყო ისეთი. და ბოლოს თუ ძალაუფლება ექნებოდათ, ჩვენ ნახეთ ხო? დაგხრეტნენ. არ დაუხრეტიათ. ხელი აუკანკალდებოდა. ხო და ეხლა პრინციპში ანუ რა კულტურა შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ამაზეა საუბარი. ხო, დიდი ხანია ლიბერალები საუბრობდნენ ტოლერანტობაზე და არასდროს ეს ტოლერანტობა არ გამოუჩენიათ. ეხლა დღება ის დრო, როდესაც მართლა ტოლერანტული რა საზოგადოება იქნება.
ეხლა თქვენ მართლა ის დრო, როდესაც ტოლერანტობა არა რაღაცა ის ტრენინგებზე ნასწავლი კი არა და ჩვეულებრივი ცხოვრების ძალიან მომწონს საქართველოში მიღებული ახალი კანონები გზის გადაკეთებაზე დიდი ჯარიმა შეურაცხყოფაზე ასევე ჯარიმა იმიტომ რომ კანონი დაარეგულირებს და თუ იმეს მოუნდება ტოლერანტობა ისე არ უნდა გავიგოთ საჭმელში ჩაფურთხება თუ მოუნდება შეიძლება იცემოს უბრალოდ ხო არა ტოლერანტობა ეს არ არის არატოლერანტობა რაღაცა კულტურის სფეროა ხო ანუ კეთილი უნდა ინებობდა ყველამ ჩვენი ქრისტიანული ქართული ადათები წესრიგი არა ორთოდოქსული თავისმოყრული უნდა გაიზიაროთ. ეს ჯერჯერობით ქართულიც არ არის. ადამიანს დედა რო არ უნდა აგინო, ბავშვთან ერთად რო არის, დედა არ უნდა აგინო, ნაგავი არ უნდა ესროლო და საჭმელში არ უნდა ჩაუფურთხო, ეს ზოგადად საკაცობრიო რამე არის, ხო? ხო, მე აი ეგვიპტის მენიშნა ძალიან ნიკუშამ რაც ახსენა. პრობლემა ამ ადამიანების თუ შეიძლება არც არის პრობლემა მათი ცხოვრების ფუფუნება, რომ ესენი არიან პროფესიონალი რევოლუციონერები. არა, პროფესიონალი. არა, ლენინი იყო პროფესიონალი რევოლუციონერი. ლენინი გულათებული იყო. არ იყო პროფესიონალი, არა, არ არიან პროფესიონალები. პროფესია არის, მათი პროფესია შექმნას ილუზია რომ რაღაცას აკეთებს. სწორა, ეგრე უფრო სწორია. ილუზორული. ანუ ისინი კაი ხელფასი აქვს და რა ის პროფესიონალი. რომ გამოდით ახლა და მთავრობის გადატრიალება ცადე. შექმნან ილუზია რომ რაღაცას აკეთებს. გამოლო და შევლენ და ეს ანუ ქმნის იმას რომ პოლიტიკური ველი ხდება სიმულაციური ოპოზიციის მხრიდან, იმიტომ რომ მთავრობასაც ახლა უკეთესი კონკურენტი რო ყავს, ხო ახლა ზოგად სახელმწიფოებრივ ჭრილში ის მთავრობა კიდე უკეთესი იქნება, იმიტომ რომ სწორი კონკურენცია ის მთავრობა კიდე ბევრად უკეთესად დაძაბულია უფრო რომ შეცდომა დაუშვებს. შესაბამისად ქვეყანას უფრო წინ მიდის და ესენი არ ვიცი არ მესმის, უბრალოდ ეს საქმე ის არის რომ რა იქნება შემდეგ ეს ამნიშნულოვანი. ამ ხრივ მნიშვნელოვანია რომ აი ეს ადგილი, სადაც აი ვიღაც ადამიანები ახალი აღმოცენდეს, მართალი. ახალი აღმოცენდეს და აი ნახე ვიღაცები აი NGO-ები, რაღაცები, ხა ვიღაცა რომ ჩამოდის მაგალითად თბილისში ან თბილისელია და რაღაცებს უყურებს ხო და შევა ილიაუნში ხო იქ იმ ადამიანს თუ რაღაცა იდეურად ანთებული არა იქ რაღაცა პატარა ხელფასია, რაღაც აღიარების წერტილები. მიკრო აღიარება. ხო, ანუ ესეთი პარალელური ხაზები უნდა შეიქმნას, რომ იქ ალტერნატიული. იქითაფანგზე კი არ წავიდეს, იმიტომ რომ აი იმ ადამიანს შეიძლება რო სწორ გარემოში მოხვედრილიყო, აღარ წასულიყო მეხუთე კოლონის ხარეს და გამოშვა აკაც შეგეშველები თავრობის ინიციატივით, როდესაც ითქვა რომ NGO გრანტებს საქართველოს ხელისუფლებას გასცემს. ეს ძალიან ხო და რაღაცნაირად იქნება მოახერხოთ რომელიმე გადაცემაში და ეს საკანონმდებლო ინიციატივები მათ შორის NGO გრანტებთან კი ძალიან კარგი ინიციატივა. რაღაცა ფორმით განვიხილოთ. ნუ მე მგონი როცა მივა. კი, არა, იმდენად საკანონმდებლოა ეს ინიციატივები იმდენად ძვირფასია. კარგია, ხო. ჩვენი ქვეყნის თქვათ რაღაცა მომავლის განვითარებისთვის, რომ აუცილებლად სალაპარაკო ღირს. ეხლა ჩვენ ვამბობდით, რომ რაღაცა საზოგადოება, რანაირი საზოგადოებას გნებავთ, იმნაირი და არ ვქით ეხლა მაგათ რა. და სულაც არ არის ეს მე არ მიმაჩნია რომ ეს ლიბერალური საზოგადოება არის. ეს არც ერთ შემთხვევაში ილუზიებს ახლა ესენი რის შემქმნელები არიან კაცო ევროკავშირის ხელმძღვანელობა ვეღარ ქმნის ილუზიებს. მორჩა დამთავრდა ეს ილუზიები. ცოტა ხანი ქმნიდნენ ხოლმე ილუზიებს რაღაცა რუსები რომ რაღაც ჩიპები აღარ ქონდათ, იერარქია აღარ რაკეტები გუთავდებოდა. დამთავრებული იყო მაგათი ამბავი და ფონ დერ ლაიანი გამოდიოდა თვითონ ის ევროკავშირის ხელმძღვანელი უმაღლესი თანამდებობის პირი ამბობდა რომ მაცივრებს აძრობენ რუსები იმას რა ჩიპებსო და ოდეში ბაიდენმა თქვა რუბლ თუ რაბლ ანუ რუბლიო იმათო ის ნუ ეხა გასაგებია ეხა ის საერთოდ სხვა ის გააღვიძეს და მე დაეძინა ინფორმაციას მიცემდნენ და იმასაც ვერ კითხულობდა გავანებოთ მაგას და აქ ყველაფერი არის დამოკიდებული ფინანსებზე ხომ ხედავთ როგორც კი ფინანსები მოაკლდათ დაამთავრდა ამათი ბოგინი მიტინგობა რაც კიდე ის დაარქვით ხო ვეღარსად ვერ ქმნიან. აი ძალიან ისეთი მარტივი მაგალითი ამერიკაში მოვისმინე LGBT საზოგადოების პრაიდებთან დაკავშირებით ამ პრაიდების ხელმძღვანელები აკეთებდნენ განცხადებას რომ იმის გამო რომ დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკა ანუ სხვანაირია და მათ პოლიტიკასთან რაღაცა შემხებლობაში არ არის ბიზნესმენი თავი შეიკავეს ჩვენს დაფინანსებაზე რაცო აისახება მე რა თქმა უნდა და ვაიმედე და რაღა გვეშველება სამბავი იყო რა ანალოგიური ზუსტად ერთ-ერთია აქაც რამდენიც მოაკლდებათ იმდენად შემცირდება ახლა ბოლო რამდენიმე 25 თებერვალს იყო მათი რაღაცა მობილიზაციის პიკი პარტიების და ამ საზოგადოებების და 4000 ადამიანი იყო ხო მაქსიმუმ რაც იყო რუსთაველის თქვენ ნახოთ იმის შემდეგ ხო 100 კაცი ძლივს გროვდება
და საქართველოს სახელით რომ მიდიან რომ არ ხედავდე და გესმოდეს იტყვი რომ რაღაც ჯარი რამდენიმე ათასიანი ჯარი მოდის ეს ხმაურ ანუ ეს კარგად დატრენინგებული ხო მაგრამ ეგეც ჯერ კიდე რომ მოყვებათ მაგრამ დღითი დღე რო აკვირდები ხო დღითი დღე აკლდება რა ვიღაცას აღარ უნდა აქამდე ფულს აძლევდნენ და როგორც კი აღარ აძლევენ მოდი თავი დამანებ ესე იქნება ზუსტად ამათი ამბავი დამთავრებულია ეს ყველაფერი შექმნა ამერიკის წინა ადმინისტრაციამ და ამ ევროწეღარო ჩვენ საუბრობდით ხო ევროკავშირმა ეს მათი დამსახურება ამათ იდეური ტიპებიც არ არის ესეთი ძალიან ცოტაა შალვა ეხლა ჩვენ ხო ვამოვდით და ვიღაცას წარმოდგენა არ შეექმნას რომ რამდენი არიან არა უფრო მეტი არიან ფულზე გაყიდული ხალხი მორჩა და გათავდა ფული არ ექნებათ დაიწყებენ ძებნას ადგილისას სადაც მეტი ფულია რა მნიშვნელობა აქვს რა ადგილი იქნება არა რა თქმა უნდა ანუ ხელისუფლებამ ამ საკანონმდებლო ბაზით უნდა ამოქოლოს ისეთი ადგილები რომ ამათ არ დაიკავონ ველი ამათ რა ვოლუნტარისტულად თვითნებურად ხო რა თქმა უნდა ამათ რა ანუ მაგალითად აი გარეძალამ არ დაიკავოს ის ველი რაც აქამდე დიდი ხნის განმავლობაში მარტო მედიაში გნებავს და ასე შემდეგ. დაკავებული. მე ეს გაერთიანდნებით რომ რაღაცა კანონით იგრძალება უკვე NGO-ების მოქმედება კანონშემოქმედებით გენდერული თანასწორობის საბჭოები თანასწორობის საბჭოები ხდება ეს კარგია აი ეს არის კი რა თქმა უნდა ხო და მაგას ვამბობ ანუ საზოგადოებამ რომ რა თქმა უნდა ყველაფერში გათვითცნობიერებულია საზოგადოება მაგრამ ბერკეტი უნდა კონდეს რა მაგრამ რა თქმა უნდა აუცილებელია იცოდეს რომ ანუ როდესაც საუბრობდნენ იმაზე რატომ გაიზარდა ჯარიმა მაგალითად პოლიციის შეურაცხყოფისთვის და გამოდის აგერ ევროპელი ვიღაცა და გველაპარაკება იმაზე რომ თურმე აქ რაღაცა დემოკრატია კი არ არის კაცო რაღაც დიქტატურაა იმიტომ რომ როცა იგი უარეს ხდება რაღაცა 15 დღიანი ადმინისტრაციული სახთელი მაგალითად 60 დღემდე იმის მაგივრად ამაზე რომ ლაპარაკობდე იმას უცხავი რომ პოლიციელს ნუ ურტყავდა არც 15 დღე ჩაждდები და არც 60 დღე და არც 50 ანუ ჩვენი მიერ განხორციელებული ძალადობა არის დემოკრატია ეს ორმაგი სტანდარტი. რა თქმა უნდა, ანუ იმან თუ ძალადობა განახორციელა ჩაიდინა, ეს არის დემოკრატია და რას გვიკიჟინებენ და ხელისუფლება, ანუ ის პოლიციელი, რომლის ვალდებულება დაიცვას ძალადობისაგან, თავიც და შესაბამისად ქვეყანაც, რომელთაც არის აღქმული პოლიციელი, ის უკვე თურმე ყოფილა იმას რა ქვია კი ბატონო. დამნაშავე და არ შეიძლება ყოფილა დიქტატურა. ანუ სადამდე მივედი. ბატონო, ამაზე მართლაც გასაკეთებელი. ხო, ანუ მიგვიყვანეს იქამდე, რომ აი ამას საზოგადოებას ერთი რომ უნერგავენ და არავინ არ იჯერებს, მაგრამ ეს ამდენი აღტკინებული ახალგაზრდა ბავშვი აი ამისთვის იბრძვის, თურმე ამისთვის ებრძვის სახელმწიფოს, რომ ის კანონიერ ინტერესებს იცავს და შენ იმის უფლება უნდა გქონდეს, რომ თუ პოლიციელი შენ ინტერესებს არ ემსახურება, შენ იმას უნდა უთხრა. წარმოიდგინე სადამდე მივიდნენ და ამას ხო რა თქმა უნდა ამას სახელმწიფო თუ არ დაუდგა დამთავრებული გამოგვაქცევენ ერთი მადლობა ხო უბრალოდ ხარდაჭერა გამოუცხადოთ იმ ადამიანებს ვინც სტიქიისების რა თქმა უნდა და უბრალოდ აი პროცესი აჩვენებს რამდენად უსუსურია ჩვენი ოპოზიციას აი ლეშის ჭამელები რომლებიც ყველანაირ უბედურებას ცდილობენ პოლიტიკურ ქულებად აქცია და ერთიც აუცილებლად საზოგადოება ყოველთვის გავახაროთ ხოლმე რომ აი მიუხედავად იმისა რომ სტიქიურ უბედურობა გვაქვს მიუხედავად ამდენი შემოტევებისა ორი დღის წინ იყო EBRD-მა ევროპის ბანკმა რომელმაც გამოაცხადა რომ საქართველოში 2025 წლის ფინანსური პროგნოზი გაზარდა 4.5-დან 6%-მდე აიყვანა ზრდა რა თქმა უნდა ძალიან კარგი დიდი მადლობა მეგობრებო ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ შაბათს კარგად გზადოთ